პოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ორ რეზერვუარს და დაზიანებულ სახურავებს შეაკეთებენ. ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების რეკონსტრუქციაც განხორციელდება. ამასთან დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება და ტანზია ბოლნისის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. სამუშაოების განხორციელების შედეგად ბოლნისის მოსახლეობა არსებული 10 საათიანი გრაფიკის ნაცვლად წყალმომარაგებას 18-დან 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ამასთან გაუმჯობესდება წყლის ხარისხის. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას 10 საათიანი გრაფიკი გაუმჯობესდებათ და წყლის მომარაგება იქნება 18 საათიანი ზოგიერთ უბანზე, ხოლო უმეტეს უბნებზე 24 საათიანი. ქალაქის 60% წყალმომარაგების სისტემი მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. ეს არის 52 კილომეტრი მოცულობის სამუშაოები. ამასთან ერთად დამატებული იქნება ორი რეზერვუარი შეკეთება. ჯამში პროექტი 4 მილიონ ლარს მოიცავს. როგორც იქნა, ესეთი კარგი პროექტი ხორციელდება, თან ძალიან სწრაფად. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ამ ქალაქისთვის, ამ ხარის განვითარებისთვის.